რა კომპრომისზე ხართ ოცნებისთან მზად იმათ თუ შემოგთავაზე სანაცვლოდ პოლიტპატიმრების გამოშვება? ყველაფერი რაც საკეთებს არის რუსული ხელწერის. ევოლუციური პროცესები ერთხელ უკვე ჩავარდა. ჯერა იმიტომ, რომ დაკვეთა არის ცვლილებებზე დღეს ნამდვილად. დაკვეთა ერთიანობაზეც იყო. იქ სადაც ჩვენ ვართ, რეალურად გადის ბრძოლის ხაზზე. ბრძოლის შედეგად რა ელოდებით? გიორგი გახარია, კაც მარიც საერთოდ როდის მოახერხებს ჩამოსვლას? აი თბილისში რო პირველივე ტურში მოიგებს კახა კალაძე. ეს თქვენთვის იქნება თუ არა იმის ნიშანი, რომ ევოლუციური ცვლილებების რესურსი აქ საერთოდ აღარ არის. თქვენ ადგილზე რო წარმოვიდგინოთ, თავი მართლა გულახდილად ვამბობ, ალბათ რევოლუციურ პროცესს უფრო დაუჭერდი. მხარს ამ ეტაპზე ჩვენ არ ვართ მზად და კიდევ ბევრი გვაქვს საბრძოლელი იმისთვის, რომ დავამარცხოთ ოცნება. არჩევნებში შესვლა მოსაგებად რამდენად გულწრფელი გეგმაა. ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზი მითხარით თქვენი. მეორე ტურის ჯერა ნამდვილად დამეჯერეთ. ერთია რა მინდა და მეორეა რაში მონაწილეობ და რას უჭერ მხარს. ფული, რა თქმა უნდა, დღევანდელი ოცნება თვითონ არის რადიკალი და მას არანაირი უფლება არ აქვს ახლა ოპოზიციას უწოდოს რადიკალი. რა ინსტრუმენტები დაგვემატა ევოლუციური ცვლილებებისთვის? ინსტრუმენტები. ახლა ოცნების ხალხში ვერ დაგვემატება ვერანაირი ინსტრუმენტი. კამერები არ მოგწონთ? ჩვენ აქციების ნაწილი ვართ. ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ აღარ მიგესულებათ. ანუ სიტუაციის აღწერაში ჩვენ რო ძალიანაც რომ მოვინდომო ვერც შეგეწინა. არა, ამ აღწერაში ვთქვით, დაგანახოთ აბსურდულობა თქვენი გადაწყვეტილების. ანუ ურისკო თამაშებში მოძრაობთ მარტო თქვენ როგორც პარტია? ბრძოლა არის უთანასწორო და ჩვენ ამის გამო ამ ბრძოლის ველიდან არ გავდივართ. ამას მოხდება, არ გისურვებთ არაფერს.